შეიძლება ამ რაღაც წინააღმდეგობის მოძრაობიდან ამ წინააღმდეგობის შედეგი ერთი დიდი შედეგი ვამბობთ ის არის ის რომ ჩვენ დღეს ერთადერთი ამ პროტესტით გავცხოვდებით ბელორუსისგან და ამის დამსახურება რომ არ გავფორმდით ბოლომდე დიქტატურად ჯერ კიდევ და დასავლეთი ჯერ კიდევ დღეს იყო ერთ-ერთი შვედი პარლამენტარი ხო საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება რომელიც თქვა რომ რუსთაველის პროტესტი გვინარჩუნებს ჩვენს აქედან იმედს და ეს ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაგრამ ერთ-ერთი შედეგი უნდა ყოფილიყო რომ ამ პროტესტიდან რაღაც ახალი პოლიტიკური ლიდერები ამოზრდილიყო უნდა, მაგრამ სწორედ იმის გამო ეს სპონტანური ლიდერი არ ყავს, ორგანიზატორი არ ყავს, აფერი არ ყავს, აქედან ვერაფერიც ვერ ამოიზარდა და ეს წინააღმდეგობის კომიტეტი რო იქნება, იმ წინააღმდეგობის კომიტეტში მე გამოიზრდება, ამოჩნდება ადამიანები, რომლებიც შეიძლება ახალი პოლიტიკური კომიტეტების არ არის, აქ არის საუბარი, რომ ეს იყოს ერთი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მეთოდური პასუხები კონდეს ყველაფერს და პროტესტი თუ არის შესაძლებელი, თქვა გზის გადაკეტვის მაგურად, კარვებია დასადგმელი, ხო მაგრამ შენ შეგიძლია უთხრა გზაზე მიჭერ, მე ავდგები და კარვების ქალაქს აგიშენებ აგერ ტროტუარზე. მიღებული აქვს კანონი რომ არ შეიძლება მის. არა, ეგრე მარტივად არ არის, როგორც იცი, გამბავი. ეგრე მარტივად არის, ზუსტად ვერ დადგამ კანონს. მე ველაპარაკე იურისტებს და ისე თლად ესეც არ არის. დამუშავებული აქვს მე რაღაცა. მაგრამ ეს არის როგორ რაღაცა, იცი, ანუ ერთი რაღაცა იდეა, რომელიც შეიძლება სხვა უკეთესი მოიფიქროს ვიღაცა. აი ეს წინააღმდეგობის რაღაც მოძრაობა და კომიტეტი რო იქნება, ისინი ერთი ის რომ მეთოდურად წარმათავენ ამ პროცესს და მეორე იქნება რომ ამ ლიდერებისგან ვიღაცა დაწინაურდება, ვიღაცას ხალხი შეიყვარებს, ვიღაცას ხალხი თვალში მოუვა და შეიძლება ვიღაცას გაყვება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და პასუხი რომელზეც მე კოცებს მაგალითად პასუხი არ მაქვს, როცა თქვენი პოლიტიკოსები ახლა არიან ციხეში, მათ გადავცემ მოკითხვას ძალიან გულითაც და დის ყველანი. ერთ-ერთი კითხვა რომელზეც მაგალითად კოცები როცა ხვდებიან ქუჩაში და პასუხს ვერ ვცენ რომ მეკითხები სვამენ კითხვას აქ მომიტრიალებენ მეუბნებიან რომ აი ბიზნესს რო უშვებთ ვინ მოგყავთ ვინ იმათ აინტერესებს ვინ ამაზე პასუხი ადრე მქონდა პასუხი რომ 2024 თუ შეიძლება 2024 წლამდე მქონდა ეგ პასუხი რომ კოალიცია მოვა ოდიში მაგრამ ეხა კოალიცია სადღაა რა კოალიცია გახარია პარლამენტში შევიდა ლელო საერთოდ გაჩხერილია და აღარ იცის პროტესტ შემოუერთეს თუ გახარიასკენ გადაიხაროს გახარია იძახის არავის აღარ დაველაპარაკებ ანუ საბოლოო ჯამში ამ კოალიციის იდეამ ჩაირულის წყალი დალია დიდი ხანი ხალხმა ნახა რომ არანაირი გაერთიანება არ არსებობს და ვერ შედგება მე ასევე ვფიქრობ რომ გარდა იმისა რომ აქეთ აქტივისტებმა ეს კომიტეტი უნდა შექმნან წინააღმდეგობის აქეთ ხარ ეს პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ საუბარს გაერთიანებაზე ეს გაერთიანება არის ქიმერული რაღაცა უკვე და შეუძლებელია აქ ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი რა რომ აქტივიზმიდან ამოიზრდება თუ არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ვიღაცები ამ პარტია ან ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი უნდა დაწინაურდეს აი როგორც მაგალითად ეროვნული მოძრაობის დროს რო ჭამდნენ ერთმანეთს ეროვნული მოძრაობის ლიდერები ისეთი დაჭმა არ გენახოთ სასწაულს თუ გაინახავთ ღირსების სასამართლო ის ვიდეო გეცო როგორ ჭამდნენ ერთმანეთს ხო ამიტომ ეგ გავერთიანება სულ იყო ლაპარაკი მაგრამ როგორ გაერთიანდნენ გამსახურდიან თქვა რომ კარგად იყავით მე ჩემი გზით მივდივარ და ხალხი გაყვა იმას და ისინი დარჩენ თამაშგარე მდგომარეობაში და ამიტომაც დაამხეს მე გამსახურდია რომ თავისი შეცდომის გამო დარჩენ თამაშგარე მდგომარეობაში იგივე ავიხსენოთ მაგალითად სააკაშვილი ხო არც ბურჯანაძეს და არც ჟვანია სააკაშვილი გულზე არ ეხატებოდა მაგრამ რომ ნახეს რომ ხალხი სააკაშვილს მიყვებოდა ადგენდა როგორც ლოკომოტივს ჩაებდა ვიღაცა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა გეგმილა რომ ხა რაღაც იქ ორგანიზაციული იმის ლიდერი წარმოიშობა არა ხო მაგას ვამბობ ანუ ვიღაცა ხო და ამას ვამბობ რომ ვიღაცამ ეს უნდა აიღოს ვიღაცა ვერ აიღებს თუ თავისთავად არ გაჩნდა ახალი მიხეილ სააკაშვილი თუ ზვიად გამსახურდია არა ყავს ახლა ასეთი და რაღაც მხრივ მე მგონია რომ პირიქით კარგიც არის ახლა ინდივიდუალური თავგანწირვის მაგალითებია მე არა ვარ მოლოდინში ახლა ვიღაცა ლიდერის და ახალი ბელადის რომ მაინც ის უნდა მოვიდეს გასაგებია რასაც ამბობ ეს არის ჩვენი პრობლემა მაგრამ მე ვფიქრობ რომ შესაძაც აქამდე მივალთ ეს პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან და მაგ მხრივ პრობლემა არ იქნება რაღაცნაირად კოალიციური მთავრობა არ გულისხმობს რომ ერთად უნდა გაერთიანდნენ და ერთი სიის ქვეშ იყარონ კენჭი და ასე შემდეგ ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან საომავლო ჯერ ჩვენ ველეშაპი გვიდგას წინ რომელიც უნდა არა დავამარცხო კარგი იქნებოდა მაგრამ ნუ რაც არ არის ჩვენების გარეშე ვერ ამარცხებ გველეშაპი ვინც მაგ